ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დღეს იწყება ახალი ეტაპი არამხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ მთლიანად ქართული ავიაციის ისტორიაში. ბატონო პრემიერო, თქვენი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ჩვენი მმართველობის ქვეშ არსებული 6 აეროპორტიდან 4-ში ვიწყებთ აქტიურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თელავში და მესტიაში აშენდება ახალი ტერმინალები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. აქტიურად მუშაობთ თბილისის ახალი აეროპორტის მიმართულებით. თქვენი ხედვის თანახმად ვანვითარებთ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ეხლა კი ნება მომეცით ტრიბუნასთან მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აეროპორტების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ზოგადად საუბარი ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით, ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით და დღეს უკვე გადავდივართ პრაქტიკულად საქმეზე. დღეს ვიწყებთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტისთვის, არამედ ამ რეგიონისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ახალი ზოლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება, იქნება აღჭურვილი მაღალი სიზუსტის თანამედროვე სანავიგაციო შუქტექნიკით და ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი მომსახურების შესაძლებლობა ექნება. პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ეს აღემატება უნდა აღინიშნოს ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს ერთად აღებულს, ჯამურად აქამდე 200 მილიონის ინვესტიცია იყო ჩადებული ამ აეროპორტში და ახლა მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აეროპორტის განვითარების შემდეგ ეტაპზე გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი. შედეგად მგზავრთნაკადი ამ აეროპორტში 1,700,000-დან 5 მილიონამდე გაიზრდება. ტურიზმის ასევე საქმიანი ვიზიტების ზარდი დინამიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და მის საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს. სექტემბრის მონაცემებით კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა და ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 1,200,000 გზავრს. ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ფრენა სრულდება ევროპის მიმართულებით, 26 ქალაქიდან, სადაც ხორციელდება ფრენები, 28 არის ევროპული. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. დღეს აქ დასაქმებულია 1000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. რა თქმა უნდა, აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ბუნებრივია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ და მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ. მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროექტი, ჩვენ გვექნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მიცემს ტურიზმის და შესაბამისად ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ეკონომიკის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ეკონომიკისა და კრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული არის ამ პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის წვლილი ამ პროექტის წარმატებაში არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და უსურვებ წარმატებას პროექტის თითოეულ მონაწილეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას აქვს ერთი მთავარი მიზანი: შეიტანოს განსაკუთრებული წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
თქვენთვის კარგად არის ცნობილი თუ როგორი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში დღეის მდგომარეობით. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ და ტრიბუნასთან მოვიწვიო ამ ისტორიული შედეგის შემქმნელი და ავტორი ბატონი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და გრადი განვითარების მინისტრი. დიდი მადლობა ირაკლი, ასეთი აღმატებული სიტყვებისთვის, თუმცა ეს არის ხელისუფლების სამთავრობო გუნდის ყველა ჩვენი წევრის ერთობლივი დამსახურება, პროგრესი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. მინდა მოგესალმოთ, პირველ რიგში მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმო ჩემს კოლეგებს, მივესალმო დამსწრე საზოგადოებას, თითოეულ ქუთაისელს, ყველას, ვისაც დღევანდელი დღე ნამდვილად უხარია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისია, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის დასაწყისი, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გქონდა 2028 წლამდე ჩვენი განვითარების გეგმებზე პრეზენტაცია, ეს არის ქართული ოცნების ხედვა სამთავრობო გუნდის საარჩევნო პროგრამა, რომელიც ძალიან დეტალურად განსაზღვრავს იმ სამიზნე მაჩვენებებს, რომელსაც ქვეყანამ 2028 წლისთვის უნდა მიაღწიოს და ასევე ამ პროგრამაში ძალიან დეტალურად არის აღწერილი ყველა ის გზა, თუ როგორ არის მიღწევადი ის ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური მაჩვენებლები, რომელიც საზოგადოებას წარუდგინეთ, რომლის დაპირებასაც საზოგადოებას ვაძლევთ და რომლის პასუხისმგებლობასაც ჩვენი სამთავრობო გუნდი იღებს. დღეიდან ჩვენ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გქონდა და თითოეული ეს პროექტი არის აი ამ მნიშვნელოვანი გეგმის ზუსტად აი ამ საგზაო რუკის ნაწილი, მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის, ავიაციის, სატრანსპორტო სფეროს განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის პრეზენტაციაზე დღეს ვიმყოფებით. როგორც უკვე აღინიშნა, პირველად საქართველოში სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რომელიც აეროპორტის უმთავრესი ინფრასტრუქტურაა, ამინდა ყველას ვაცნობო. დღეისათვის არსებული 2.5 კილომეტრის ნაცვლად ჩვენ გვექნება 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ყველა ტიპის ავიახომალდს მოემსახურება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ როგორც გზართნაკადი გავზარდოთ ქვეყანაში, ქუთაისში, ასევე ქუთაის მიეცემა საშუალება, რომ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ხაბი. როდესაც ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას ვიწყებდით, ჩვენ რა თქმა უნდა კონკრეტული ძალიან გრძელვადიანი გეგმის ჩამოყალიბებაზე დავიწყეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობა. უკვე დასრულებულია ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა და გენერალური გეგმის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ზუსტად ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოდერნიზება არა, ახლიდან აშენებაა ზუსტად იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეასრულოს სრულფასოვანი სატრანსპორტო ხაბის ფუნქცია. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე დღეს ვიწყებთ აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, პარალელურად, როგორც იყო აღნიშნული, დაგეგმილია სატერმინალო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გაზრდაც, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგცემს, რომ 5 მილიონამდე გზავრს მოვემსახუროთ, მაგრამ ასევე ქუთაისს შევძინოთ დამატებითი ფუნქცია, რაც სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვებს, საავიაციო სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვებს გულისხმობს. ქუთაის თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამისი მნიშვნელოვანი წინაპირობები გააჩნია, ამაზე ყველა კვლევა მეტყველებს და იმისთვის, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში საუბარია 240 მილიონ ლარიან ინვესტიციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აეროპორტი არის უნიკალური ეკოსისტემა და ის თავის თავში ბევრი პროფესიის ადამიანს, ბევრ საქმიანობას, ბევრ ეკონომიკურ საქმიანობას აერთიანებს და ის არის მნიშვნელოვანი დამსაქმებელი როგორც რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში 1000-ზე მეტი პროფესიონალი ადამიანია დასაქმებული ქუთაისის აეროპორტში. ეს ქუთაისის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მთლიანად იმერეთის რეგიონისთვის და ასევე აეროპორტის სწორად განვითარება აძლევს დიდ პერსპექტივას ზოგადად რეგიონულ განვითარებას. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გვიწევს, მათ შორის პროექტების, რომელიც ქუთაისის ახალ სიცოცხლეს გულისხმობს, ქუთაისის განვითარებას როგორც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ ქალაქად, გარდა იმ
ფუნქციებისა, რომელიც ქუთაისს უკვე ტრადიციულად გააჩნია, იგივე საგანმანათლებლო ცენტრის კუთხით და ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, ავსებს აეროპორტის და აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, იმისთვის რომ აეროპორტს აქვს საშუალება დააკავშიროს ქუთაისი, ჩვენი ქალაქი პირდაპირ ევროპის თუ სამეზობლო ქვეყნების დედაქალაქებთან, ჩვენ გვეძლევა რომ საშუალება რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ხელი შეუწყოთ ტურისტული ნაკადების ზრდას და აქაც მართლა შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს 1,200,000-ზე მეტი მგზავრი უკვე მიმდინარე წელს, შარშან პირველად 1,000,000 მგზავრზე მეტი მიიღო ქუთაისის აეროპორტმა, დაგეგმილია 5 მილიონი მგზავრის მომსახურება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ ინდუსტრიას ხელს უწყობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს რომ ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, ეკონომიკის ყველა სფეროსთვის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება არის თანაბარწლად მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ გაიზარდოს მათ შორის ბიზნეს ვიზიტები, გარდა ტურისტული ვიზიტებისა და ასევე ხელი შეეწყოს ბევრი ეკონომიკური საქმიანობის ახალისებას. ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ იმერეთის რეგიონის მთლიანად ეკონომიკური ცენტრი არის და უკიდევ უფრო მეტად იქნება ქუთაისის აეროპორტი და ასევე დასაქმების მნიშვნელოვანი წყარო და ჩვენ გქონდა აეროპორტების გაერთიანებასთან საუბარი იმ გეგმებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია იმისთვის რომ ქუთაისში შეიქმნას პილოტების და ავიაციის სფეროს მომსახურების ავიაციის სფეროში ჩართული პროფესიების შესაბამისი სასწავლებელი აკადემია, რომელიც მაღალ ანაზღაურებად პროფესიებში მოამზადებს ქუთაისელებს და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებს. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ერთ რამეს ემსახურება, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შევუწყოთ ამით ეკონომიკური ზრდას ხელი და რა თქმა უნდა ეს ეკონომიკური ზრდა საბოლოოდ აისახებოდეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ყველა იმ უწყებას, რომელიც ამ და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გვეხმარებით და ქუთაისელებს მიულოცო ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი გუნდის წევრი. თქვენი ხელმძღვანელობით ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე ქართული ავიაციის ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციები ისტორიულ ნიშნულზეა და შედეგით სახეზეა. იმ თითქმის 2 წლის მანძილზე, რაც მე აეროპორტების გაერთიანებას ხელმძღვანელობ, ჩვენ შევძელით და წლიური 800,000 მგზავრიდან მხოლოდ ეს აეროპორტი 1,700,000 მგზავრამდე გავზარდეთ. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს თითქმის 2 მილიონი მგზავრის მომსახურება და ამით კიდევ ერთ ისტორიულ რეკორდს დავამყარებთ. ახალი ინფრასტრუქტურა, რომელსაც დღეს ეყრება საფუძველი, მოგცემს საშუალებას აღნიშნული აეროპორტის მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე გავზარდოთ, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ახალი შესაძლებლობაა როგორც აეროპორტისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. ჩვენ გვაქვს საავიაციო ინდუსტრიის ძალიან სტაბილური და ზრდა, რაც განპირობებული არის სწორი ეკონომიკური სტრატეგიით და რისი შედეგიც არის არაერთი მსოფლიო დონის ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენს აეროპორტებში. ბატონო პრემიერო, რამოდენიმე დღის წინ თქვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სურს გაგიმხილოთ ჩემი ოცნება, ჩემი როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ოცნება არის, რომ მალე სოხუმის საერთაშორისო აეროპორტშიც გიმასპინძლოთ, თუმცა ამას რა თქმა უნდა სჭირდება მშვიდობა, კეთილდღეობა და ძლიერი ეკონომიკა. ეხლა კი დადგა დრო დავიწყოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი და პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საფუძველი ჩაუყაროთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მშენებლობის საძირკველში კაფსულის ჩასადებად სურს ტრიბუნასთან სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, ბატონი პირველი ვიცე-პრემიერი ბატონი ლევან დავითაშვილი და კომპანია ანაგის დირექტორი ბატონი ირაკლი გოგოლიშვილი.